დიდი ხანია არ გინახიათ ახალი ვიდეო ამ მანქანაზე, რა ხდება, როგორ ხდება, ყველა ვინც ნახულობთ ქუჩაში მეკითხებით, რომ სადაა, რატო არ დადიხარ, რა ხდება მაგ მანქანაზე, გვაინტერესებს. მოკლედ, ტრადიციულად მეგობრებო, ვინც უყურეთ წინა სერიებს ამ მანქანაზე, იცით რომ იყო შესაღები რა, გვერდზე ის ეგრეთ წოდებული სტოიკა და მალიართან მივიყვანე. და როგორც აღმოჩნდა, მე ვთქვათ, წინაკარი, უკანაკარი, თლიანად ფრთა უკანა, საბარგული, შიტოკი, ეს ყველაფერი შესაღები გახდა, იმიტომ რომ ლაკი იყო დამწვარი და არაფერი არ ეშველებოდა რა. ნუ დავტოვე და კი იყო დაპირება რომ 10 დღეში მორჩებიო და პლუს მინუს მაქსიმუმ აი 2-3 დღეს გადავაცლებო, მაგრამ ნუ ხო იცით როგორ არის, როცა კარგი, ასე ვთქვათ, პროფესიონალი ხელოსანია თავისი საქმის, იქ სამწუხაროდ ბევრი მოთხოვნაც არის და ბევრი კლიენტიც ყავს და ნუ იწელება, ეხლა გასამართლებელი საბუთი არ არის. მაგიტომაც დაგვიგვიან და ჩვენ ამის გადაღება და საბოლოო ჯამში 10-12 დღის მაგვირად გაიწელა თვე და 3 დღე ზუსტად. მაგრამ არაუშავს მომწონს, ფერია კარგად დასმული, შეღებილიც კარგად არის, ცოტა სკლადა აქვს, ეწ ჟატი და ნუ რომ დაპოლირდება, გამოვა იდეალური შედეგი რა. მოკლედ ამის გამო გაგვეწელა მთელი ეს ამბები. ძრავზე არაფერი არ გავკეთებია, როგორც იყო საერთოდ ხელი არ დაგვიდია, ეგრეთ წოდებული პრაკლატკები, ის ტურბოს ვანა, სხვა ხელი არაფერზე არ დაგვიდია. ამის შემდეგ ვაპირებ, რომ მიუყვე და გავაკეთო ეგ ყველაფერი. რაც ჩამოვიდა, გავიარე დაახლოებით 4500 კილომეტრი. ზეთი შევცვალე უკვე, სადღაც 4000 კილომეტრზე, 500 კილომეტრის წინ. ამ ძრავს ეგრე უნდა. იმის მიუხედავად, რომ აი ეს პრაკლატკების პრობლემა აქვს და აქედან გამომდინარე აქცევს და აპარებზეც და იკლებს. რავი, არაფერი პრობლემა არ ქონია, მოიარა დინოები და მოკლედ იმის თქვა მინდა ამ ყველაფრით, რომ იმის მიუხედავად, რომ ზეთს აქცევს, მაინც არის ჯანმრთელი, ჯანსაღი და მაგარ ხოთზეა რა. ყველაფერი აიტანა, დღესაც ძალიან კარგად დადის, არანაირი პრობლემა არ აქვს, როგორც ჩამოვიდა, იგივენაირად არის. თავარია, თვისაც ესეთი ძრავით ყავთ და საერთოდ ნებისმიერი ძრავით რა, ზეთი არ მოაკლდეს. და როცა ესე გაზდის, ხშირ-ხშირად უნდა ამოწმო რა. თორე ეხლა ამას დავასერვისებთ, მაგ პრობლემას მოუგვარებთ და მორჩა მე უკვე 10 დღეში ერთხელ უნდა რეკომენდირებულია, რომ მაინც ზეთის დონე ამოწმოთ ხოლმე, იმიტომ რომ რომც არ გაზდიოდეს, ისეთი გადახურებული ძრავია, რომ მაინც იკლებს ხოლმე, ასე ვთქვათ, ქარხნულად. მოკლედ, ეხლა რა ხდებოდა ამ მთელი პერიოდის განმავლობაში რა გავაკეთეთ. პირველი მე მგონი იყო, რომ Nodos GT Performance-ის ახალ დინოზე ვიდექით და იქაც გავზომეთ და იქაც ზუსტად 374 ცხენი დაწერა საბურავზე, რაც ქარხნულ ძრავზე ცხენებს შეესაბამება, ანუ 445, 450 და მაგას ნახავთ ეხლა. Nodos დინოს მერე იყო რა თემა? მოკლედ, ნუ ფლორიდიდან ჩამოვიდა ეს მანქანა და 1-2 კომენტარი იყო, რომ მეც არ მომწონს, ეხლა ეს ჩემი ამბავი რო ქვია და რაღაც, მაგრამ უცებ რაც მოვიფიქრე, ეგ იყო და კაი კომენტარი იყო, რომ აი M5-39 Restorations არხი რო არის გერმანიაში, როგორც ისაკეთებსო რა, საიდანაც ჩამოვიდა, იმის სახელი დაარქვიო, მაგრამ ეხლა არ მინდა რომ ესეთი მე და ჩემი ოპერატორი აი მაგას ვებრძვით განსაკუთრებით ყველაზე მეტად მთელი ეს პერიოდი ამას ვებრძოდით, რომ არც ლოკაცია არ ყოფილიყო ჩვენ გადაღებებში იგივე, არც რავი ტექსტები, არც ათაურები, არც მანქანა, მოკლედ რა, აი ერთი და იგივე არ უნდა ყოფილიყო და ყველაფერი უნდა ყოფილიყო ახალი რა. და მოკლედ იმიტომ მოვიფიქრე ეგ სახელი რომ იყო, რა ვიცი, ახალი და არ დამირქმევია, არ გადმოვიღე მარტივად, როგორც იციან ხოლმე, გადმოქართულება რაღაცა უცხოურის, თორე ესე ამ მანქანას ქვია Project Florida, თორე ფლორიდიდან ჩამოვიდა და მოკლედ რახან ფლორიდის იყო და მზიანი შტატის და ასე შემდეგ, ჩაბურული იყო მთლიანად. ერთჩვენიერ დღეს რუსთაველზე რომ გავიარე, გამომეკიდა პატრული პოლიცია, გამაჩერეს და ეგრევე რა, არაფერი არ უთქვიათ, პირდაპირ დაადეს მოკლედ წინა ჩემ გვერდითა შუშას ეს საზომი მოწყობილობა და 66%-ო მითხრეს, რაცო არისო დარღვევაო, კანონდარღვევა არ შეიძლებაო, 60-დან 70-მდე არისო 500 ლარიანი ჯარიმაო და 70-ის მერე უკვე 1000 ლარიანი თუ რაღაც ძალიან ძვირი მოკლედ რა, აღარ მახსოვს რამდენია. ხო და მოკლედ ძალიან, ესე ვთქვათ, კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და
მაპატიეს, თუმცა კაცრად გამაფრთხილეს, რომ აი დღესვე ეხლავე უწადიო და ააძრეო წინებზეო. რა და ეხა წინებზე რო ავაძრე, უკანა გვერდითებიც არ იყო კარგ მდგომარეობაში და არც უკანა საქარემინის არ იყო კარგ მდგომარეობაში, მართლა ეგრევე წავედი ელიავაზე, აგლაძეზე. მე ვისთანაც ვაკეთებდი ხოლმე ყოველთვის კახა არის მეგობრებო მეგალაინის გვერდზე და ნომერს ხედავთ. კახამ დაიწყო ამისი აძრობა, ჩალიჩი რაღაცები, მაგრამ მითხრა რომ ანუ კიო გვერდებზე არაა პრობლემაო და ეგრეთ წოდებული რეზაკი და დანით ავაცლითო, მაგრამ უკან არის პრობლემაო და როცა და აზრი არა აქო და კახამ მეგობრებო გამიშვა გვერდზე, ცოტა მოშორებით, თავის კოლეგასთან, ოთოსთან და ასევე ოთოს ნომერსაც ხედავთ და ეხა კადრებსაც ხედავთ ჩემი ტელეფონით, მაშინ ოპერატორი არ მახდა და ჩემი ტელეფონით რაც გადავიღე რომ მენახებინა რა რთულ პროცედურას შევეჯახე და რა რთულ თემას რა ზოგადად. მოკლედ მაინც ოთო არისვენებს მთელი გულით და სულით უნდა რომ რაღაცა მოიფიქროს, ბიჭებიც სხვადასხვა იდეებს აჟღერებენ და ნახოთ რა რაღაცა გამოვა, მე მგონი რაღაცა გამოვა. ბოლოს ერთი კლელი იდეა, ცოტა სარისკო. არა გავრისკავთ მაგასაც მაგის დედაც ვატირე რა. 650 გრადუსი და მაგის ჟანი. გიო, მოდი ნახე რაკნა გიო. ნახევარი ზე დაიტოვა. აგრა დაგვედი. ეს პირია თუ წერო? პირია. ვიცი რომ დამეძერა, მაგიტო გეუბნა. არა, რა ვიცი, რაწმინე შუაში გინდა. რაწმინე კარგად ეს ისველე მოაშორე. ეხა მიდის ბეშმარეტი მომენტი. ან გამოვა. დავაი მიდი აბა. ან შუშა გასკდება. უნდა უნდა გამოვიყვანოთ, უნდა გამოვიყვანოთ. ნელა ძალიან ნელა უნდა, მოიდა. მიდით ბიჭებო, მიდით. მე თქვენი მჯერა. აჰა. ოთო არ გამოვა არაფერიო. ფირი შუაში არ უნდა გაიყოს არც ერთი. წამოღების დროს აზრობის დროს, ხო? დინა ამერიკული იყოს და დინა ფრანგული. შუაში არ უნდა გაიყოს, უნდა წამოვიდეს ერთიანი. რომელიც შუაში იყო და დინა ამერიკული იყო და დინა გერმანული ნაგავია ჩემი ეს. ხო. აიგა, ამ შემთხვევაში ფირი შუაში იყოფა. შუაში იყოფა. ხო, შეიძლება რავი, ოდესღაც კაი ხარისხი იყო, მაგრამ დიდი ხნისაა ძალიან. თან ფლორიდაში ხა სუმზეებია და გაახუნა რა, დედაუტირა რა. სალონიკი გადაარჩინა იქ მაკაგონები რაღაცები, მაგრამ აგერ 2 წლით ადრე რომ ხო. ყოფილიყო შემთხვევა დაგვედრო, გადარჩება. 2 წლით ადრე იყო ამერიკაში. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა, იდეალურად ავაძრეთ 4-ვე. 4-ვე კი არა, 4-ვე კარებზე და ყველა ამ ფორტოჩკებზე და რაღაცეებზე შვენიერი, აგერ ჩემი ანარეკლიც შესანიშნავად ჩანს, სუფთად, ლამაზად. მალე სხვათა შორის არა და ძალიან ბევრი დრო და შრომა ჭირდება ამ ყველაფერს და ესეთი ქარხნული შესახედაობა დაიბრუნა რა. ცენტრიდან გამოდის ხოლმე ესე, მერე ფლობელები ჩაბურავენ თავის გემოზე რა და ამასაც თავისი მუღამი აქვს და უკანა შუშას რაც შეეხება დიდი ალბათობით შევცვლით რა. რომ აბა სხვა გზა არ არის ხა. ვინმე თუ რამე ახალი მეთოდი გამოიგო და დიდი სიამოვნებით გავიგებთ ოთოსაც გავახარებთ მაგითი და კაია რა რამე გამოსავალს თუ ვიპოვით. ეხა ესეთი გამოვიდა მშვენიერია რა, ქარხნული ახალი ვიდი აქვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს ამ გაწეული შრომისთვის, რომელიც ძალიან მალე გააკეთეს რა. ვისაც აძრობა, ჩამუქება აგერ ფირები არის, ყველანაირი, ესე ჩინურიც, ამერიკულიც, სხვადასხვა ხარისხები, ყველაზე კარგი ტოპ ბრენდებიც არის და შეგიძლიათ მოხვიდეთ, ნომერს ხედავთ და მოგემსახურებიან იდეალურად. რომ დავიწყეთ ახევა, ოთოსა აქვს ორთქლის აპარატი. ამ ორთქლის აპარატით ანუ რავი, ნებისმიერ აი ძალიან აი 1%-იანი 1% არის შანსი, რომ აი ყველაზე სულ მდგომარეობაში იყოს, თქვათ, შუშაზე ეს ფირი და მაინც მაგ 1%-ში მოხვდი და აი არ ეშველა არაფერი რა. ორთქლის აპარატით მე ვიცი ხა იფიქრებთ რომ ფენი და აი ყველა მეთოდი მეგობრებო, რაც კი შეიძლება რომ გვეცადა რა. ბოლოს ანუ მითხრა რომ ეხა ვწდიო ფენითო და
იცოდეო, უკანა საქარე მინაზეა საუბარი. თუ გატყდაო, მე არ გიყიდიო და მეთქი პრობლემა არაა რა, მოდი ცადოთ, თუ აძვრა, ხო, კაი, თუ არა და რა ვქნა რა, იმიტომ რომ არ მინდა იმის გაფუჭება, აი ჩვენი ოპერატორის დამეთანხმება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი უკანა ზოლები, რომელიც ზამთარში თოვლის დროს კი ახლა ჩვენთან საქართველოში და თბილისში განსაკუთრებით იშვიათად მოდის ხოლმე, მაგრამ მაინც რა წვიმის დროს რო იორთქლება, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ჩემთვის ნიშნულოვანია და აუცილებელია რა მაგის გარეშე ხა ეს მანქანა არ მინდა არც ის არ მინდა რომ თქვა ეს უკანა საქარე მინდა მოუხსნა მაგის გამო რომ ფირი ვერ მოვაძრეთ და სხვა ახალი დავაყენო მაგაზეც რავი გართულება მაქვს და არ მინდა რომ რაღაცა თავიდან წაესვას გერმეტიკი რა და თავიდან დაყენდეს და ამის გამო უთხარი რომ მეთქი დავაი გავრისკოთ გააცხელე ფენით მაქსიმალურად რაც შეიძლება თქო რავი 600 თუ 800 გრადუსზე გააცხელა და ნუ რო ეცა და არა რა მოკლედ სამწუხაროდ აი იმ ცუდ 1%-ში მოვხვდი, რომელსაც არაფერი არ ეშველა და ოთო მითხრა, რომ რავიო, ამასო თუ ვინმე გაგიკეთებს ისეო, რომ უკანის ზოლები, გათბობის ზოლები არ აადროსო, რავიო, ვაღიარებო რა, იმიტომ რომ ყველა მეთოდი ვსადეთო და არ გამოვიდაო. მოკლედ, დიდი მადლობა კახას, რომელთანაც მე დავდიოდი და შეგიძლიათ მიხვიდეთ კახასთან და აკეთებს ჩაბურო შეულებრივად, უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა კახას რომ გამიშვა ოთოსთან, ოთოს ასევე აკეთებს ჩაბურვას და გადანაწილდით მეგობრებო. კახას ეცლება კახასთან მიდით, ოთოს ეცლება ოთოსთან მიდით. მე ოთოს არ ვიცნობდი, ოთოზე არ ვიცოდი არაფერი და კახამ გამიშვა ოთოსთან და ამიტომაც ორივეს გიხსენებთ და ორივეს ნომერს გიტოვებთ, ორივე უმაღლეს დონეზე აკეთებს თავის საქმეს და მადლობა ორივეს. ხო, ეს იყო მოკლედ დიდი ხანი იმიტომ ვილაპარაკე რომ მნიშვნელოვანი თემაა ეგ სამწუხარო. მერე იყო შეღებაზე დრო დავტოვე და ნუ აი აქედან აქ ლაკით გადმოვიდა ასე ვთქვათ ეს კარი შეიღება ეს მთლიანად მეგობრებო ეს ფთა ბოლომდე ესე შეიღება საბარგული შეიღება კადრები გქონდა ჩვენ როგორი დამწვარი იყო საბარგული და ახლა ლამაზად გამოიყურება ძალიან კარგად და ასევე უკანა შიტოკით შეიღება და ასევე მაგ კადრებსაც ახლა იხილავთ ჩვენ როგორ ვიყავით მედალაშა მალიართან ასევე ლაშასთან და რა ვილაპარაკეთ, როგორ ავაძრეთ ამაზე საღებავი და როგორი პროცედურები ჩატარდა. ეს არის ადგილი, სადაც ლაკი დამწვარია საბარგულზე და ახლა ლაშავს ვკითხე მე, რომ აი რამდენად გამოვა, არის ბევრი მანქანა ჩამოდის ესე რა, ამერიკიდან. და მე პატრონს რა თქმა უნდა, ახლა ხარჯის გამო არ უნდა რომ თქვა შესახები გაუხდეს ხარჯის დროის გამო და რაღაცა და რამდენად გამოვამეთქი რომ ეს მარტო უბრალოდ რაღაცა გაშკურკვით და ლაკის გადათავიდან დასხმით აღდგეს ეს თემა რა. მარტო ლაკით არა ეს უკვე თვითონ ლაკი არის დამწვარი, ანუ შენაღებია, არის ქარხნულზეც არის იგივე პრობლემა, თორსა დიდი ხანი მზეზე დგია მტვერში სილა, თავისი კენჭი, ცხელი კენჭი ხდება. ოკეანესთან ახლოს თუ არის მარილები და რაღაცეები. კი, ანუ თვითონ ლაკს წვავს, იხვრიტება. ანუ ამას ლაკი რომ ძდას ხარ შეიძლება კი ერთი თვე შეიძლება გქონდეს ის ეფექტი რომ კაია ვსიო მაგრამ როგორც კი იმას ისე მზე მოხდება ისე ის თეთრი ბუშტები აუცილებლად გაიჩნდება და აზვრება ის ლაკი ჩათვალე რომ ისე იმ საღებავზე ასხავ გაფუჭებულ საღებავზე ასხავ ისე ლაკს მაგრამ ეს სუმთლიანად უნდა მოძრეს და ახლიდან უნდა დაიწყო ამის დამუშავება და დასყვა სწორე ესია ხო როგორც უნდა გააკეთო და ეს არის ყველაზე ესე იგი მთავარი ამბავი რაც ის გამოც ესე იგი მოვედი მე გასაკეთებლად და მანქანა კეთდება ზოგადად აქ არის როგორც ვიცით გადამის ადგილი აი სადღაც აქაა და ამ ადგილში ეთყობა კიდევაც აი თითზე იგზობა ჟანგიანზეა გაკეთებული პირდაპირ მაგრამ საინტერესო რაღაცა აღმოჩნდა ლაშამ რომ გასუფთავება დაიწყო მე რომ მეგონა რომ იდეალურად და კარგად იყო გაკეთებული აღმოჩნდა რა მე სუჟანგები ალო ანუ დაჟანგებული გადაბმული დეტალი ალბათ ეგდოთ დიდი ხანი წვიმაში ან სადმე და იმ ჟანგიანი არ იყო გასუფთავებული ჟანგზე იყო პირდაპირ დაშპაკული გაკეთებული ყველაფერი და ეს გარედან არ ჩანდა ეხლა რა თქმა უნდა ცოტა ხანი გაძლო შიგნიდან ჩოლო მუშაობდა ჟანგი ჩოლო ისე ამოიჟანგა ვაწელი გაძლო მაგრამ რაც უფრო დრო გავიდო და იშპაკლიც უკვე გამოყოფდა თავს ესე შეჭამდა შიგნით ჟესტი უკვე აღარ გექნებოდა მაგასობაში და გაიბერებოდა იშპაკლიც ოდესმე ჩავარდებოდა ეხა ჩვენ ეს რომ ამას რომ იგივე არ მოვუვიდეს და არც ჟანგი და არც მე რო დამჭირდეს თქვათ ლაკი რო არ გაფუჭდეს და შეინარჩუნოს კარგი მდგომარეობა საღებავმა და ლაკმა როგორ კეთდება ეხა ეს მთელი პროცესი შერასაკეთებ ეს უნდა აიყაროს ეხლა ჟანგი მოცილდეს მე თავისი ხსნარი წაესვა სადაც შეიძლება შკურკით ვერ ჩახვიდე ან წერტილი ან რაღაცა
მაგის ხსნარი უნდა წაესვას, რომ ჟანგვა გაჩერდეს უკვე შიგნიდან, მე ებოქსიტური გრუნტი უნდა დაესხას, დამცავი ჟესტის და მე უნდა დაიწყო მაგაზე მუშაობა, დაშპაკლა და ყველაფერი რომ ჟესტი აღარ გიჩანდეს. ჟესტზე პირდაპირ შპაკლი და მუშაობა არ შეიძლება. ჯერ იმ დამცავი ესხმევა, ებოქსიტური გრუნტი, მე ესხმევა უკვე დანარჩენი შპაკლი, რაც გინდა იმაზე უნდა იმუშაო. არამც თუ პირდაპირ შპაგზე შპაკლი იმით იმუშაო, შპაკლით, სუფთა ჟესტზე. სუფთა ჟესტზე არ შეიძლება. მაგ შემთხვევაში უკვე გაძლებს, იმიტომ რომ იქ წყლის მიკარების საშუალება უკვე აღარ აძლევს ებოქსიტური გრუნტი. ყოველგვარი წესით იქნება, ანუ არც გაფუჭდება, არც დაჟანგდება და გამოვა იდეალური. კი ბატონო. ხო, როგორც ჩანს, ესე იგი, ამაზე მუშაობა რო დაიწყეს იქ ამერიკაში, რაღაც მომენტში გაეპარათ დრო ან რაღაცა. ჩააკერეს და ცოტა ხანი გადადეს ეს მანქანა, ან წვიმაში მოხვდა, ან სადმე მოხვდა და დაჟანგდა და მე ვინც ეხა მალე არის ვინც იყო, ვინც აკეთებდა, ანუ არ აასუფთავა ის ჟესტი. დროის ფაქტორის გამო ხო რა. არ აასუფთავა და პირდაპირ წაუხდა შპაკლი. ხო, და თავარ კითხვაზე გავუსვეთ პასუხი, გარდა ეს ჟანგისა. ეგ ხო შეიძლება, ანუ ეგრე გაეკეთებინა, მაგრამ რაც შეეხება მე უკვე გრუნტის, საღებავის და ლაქის დასხმას. ჩვენ რო აი შედეგი მივიღეთ, მაგალითად ბაგაჟინზე აქ ხო შპაკლი არ არის, მაგრამ ესო შეიღება და ლაქი რო დაესხა. აი რატო მოხდა თუნდაც აქ ეგ თემა და საბარგულზეც. არასწორად არის ლაკი, კრასკა დასხმული, კრასკა არის ძალიან ბრიალა და ლაკიც არის ძალიან თხელი და სავარაუდოდ უხარისხოც. იმიტომ რომ კრასკაში ლაკი საერთოდ არ არის მოკიდებაში. ჩათვალე რომ კრასკა და ლაკი საერთოდ აერშია ხან შემთხვევაში. დაპოლირებული ხო არ არის მე? არა, მაგას პოლიერება არ მაგ შემთხვევაში შეიძლება გაგიცვდეს სადღაცა და კრასკა გამოჩნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ მოკიდებაში არ არის. ანუ კრასკას ეკიდება ლაკი, რო არ აზურეს და დაიცვას. ამ შემთხვევაში ცალცაკია საერთოდ. იმიტომ ზურება ესე ფურცელივით კრასკა თვითონ არასწორი დასხმული და ლაკიც არ არის სახარბიელო. მოკლედ ეხა როგორც ლაშან გითხრა, იდეალურად ქარხნული სტანდარტებით გაკეთდება თავიდან ეს ავტომობილი და იქნება ქარხნული იდეალური 100%-ით, აი რავი, ვიზუალურადაც და სამომავლოდ გამძლეობის მხრიდანაც არც მზეზე ექნება პრობლემა და არც რა ქვია შპაკლის ჟანგზე და ასე შემდეგ რა. წინა მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა კარი თლიანად ეს ფრთა თავის ბოლომდე ამის გაყოლებით, ტოი ეგრეთ წოდებული სტოიკის თუ ჭერის ამ კანტის, საბარგული და უკანა ბამპერი შეიღებება და всё ამ მანქანაზე მოკლედ ესე იგი კოსმეტიკური ამბები მორჩენილი იქნება და იქნება იდეალურ ვიძე და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ამ დასრულებულ სამუშაოს უკვე როგორი მაგარი გამოვა რა, იმიტომ რომ ლაშასი მე ჯერა და ეჭვით ამეპარება რომ ძალიან კაის გააკეთებს. კარგად შერავა. ვიჭო, გუშინ წერდი ხო, ჩემს და ჩამოვიდა სოროქშის ისები რა. მოკლედ აი გასუფთავდა ყველაზე საინტერესო ადგილი და წეღან ვეჭობდით რომ მე მგონი ხო არ არისო, იქნება არ იყოსო მოჭრილი, მაგრამ მოჭრილია და გამოჩნდა ხაზიც მოჭრის და გადაბმის ადგილი. მაგ ადგილის გარდა შპაკლი არ არის არსად, აიგა ყველაზე კარგი და მაგარი რა. მოკლედ აი ესენი იყო, მე მგონი არაფერი არ მოვიწყდება და არ მეშლება, რაც ამ პერიოდში ჩვენ გავიარეთ, მეტი ისეთი არაფერი. ხო, კიდევ თავარი რაც არ მინდოდა ეს კლასი ვერც 221 ვერც 222 ვერ ვიპოვე სამწუხაროდ ჯერჯერობით რომ გამეტესტა და დავდგომოდი რა ძალიან მაინტერესებს მაგრამ ვიპოვე Audi R8 2017-იანი რესტაილინგი 4-დან 0 ბიტურბო 435 ცხენზე და თუ არ ვწდები 700 ნიუტონზე ამის კონკურენტია კი 3 წლით მერე არის გამოსული და ნუ ის რო გამოდიოდა 2017-ში ეს უკვე წარმოებაში აღარ იყო მაგრამ თაობებით ამის კონკურენტია და ამიტომ მაქსიმალურად ვთხოვე ბიჭებს ნიკას ანიკიძე იცით ჩვენი აუდების ძმაკაცი და მეგობარი დინოზე ვისთანაც დავდივართ ხოლმე და პოდკასტში ვინც იყო ჩვენთან სტუმრად ასე ვთქვათ სანის ამ აუდების ეგრეთ წოდებული სასტავიდან ჩვენმა მეგობარმა გაჩითა ეს მანქანა და ვთხოვე რომ აი გეხვეწებით თქო რა რომ სტოკი მომიყვანე იმიტომ რომ სტოკთან მაინტერესებს აი პრინციპულად სტოკთან ნახოთ ორივე ასე ვთქვათ ასაკშია არც ერთი არ არის ახალი და ცენტრიდან გამოსული და ნახოთ სტოკები თავისი ცვეთით და მეორადობით რომელი როგორ დადგებოდა მაგის კადრებსაც ეხა იხილავთ ან რავი მე მგონი ტელეფონით გადავიღე იმიტომ რომ ოპერატორი რომც ყოფილიყო ფიზიკურად
თითო კაცი ვიჟექით მანქანაში და ვერ ჩავისვალი და მაგიტო ტელეფონით გადავიღე, თუმცა არ მახსოვს ხმა არის ჩაწერილი თუ არა, მოკლედ მაკადრებს ხედავთ და ეხლა როგორი ამბავია რა. თუ მინდა ვიტყვი, რომ გავასწარი, ან ვერ გამასწრო, მაგრამ იმიტომ რომ არ გამოვედები ეხლა ამ თემას, რა და როგორ არის და რეაქციას აღარ გავყვები ეხლა ვინ როგორ ჩააჭირა და რაღაცა. მაგრამ რეალობა კაია ეხლა ის გრუზავი თუ არ დაგორდება. რეალობა არის როგორი რა. როცა თანაბრად დავაჭირეთ ორივემ, აუდი გადის. სტოკია ის მანქანა, ნუ მე ესე ვიცი და ბიჭებმაც ეგრე მითხრეს და ჩემი აზრით იმის ხარჯზე გადის, რომ მთლიანად ალუმინის ზარა აქვს. ამას არ აქვს ეგრე. ეს ძიმია და ის მაინც უფრო ნუ წლოვანებითაც უფრო 3 წლით უფრო ახალია და უფრო ნაკლები წონა აქვს რა და რა ვიცი ეთყობა თავარი პრინციპში ეგ არის რა არაფერი ეთყობა. თავარი არის ის რომ წონა დიდი ალბათობით უფრო ნაკლები აქვს იმის მიუხედავად რომ ის იყო ლონგი რა. მოკლედ აუდი გადის, ჩემ და სამწუხაროდ აუდი გადის და ყოჩაღ აუდის მომინდა კიდევაც, ოღონდ მოკლე ეს ლაინი რა, თუმცა ჯერჯერობით აუდი ძვირია ამ ეტაპზე და ვერა, თორე დიდი სიამოვნებით ამ მანქანასაც გავცვლდი. კი, ეს ჩემი საყვარელი B7 სერია ზოგადად ჩემი საყვარელია, თუმცა მე არასდროს არ მithქვავს, რომ F სერიაზე ვგიჟდები, არა, უბრალოდ ზოგადად მე7 სერია, მე მომენტი ჩავარდა, რომ იცით ეს ამბავი როგორც იყო, ძალიან იაფად Ford dealer-ის დახმარებით მოვახერხეთ და მოვიგეთ ეს ავტომობილი და ვაპირებ, რომ ეს ავტომობილი გამოვიყენო, ასე ვთქვათ, წინსვლისთვის და საბოლოო ჯამში იქამდე მისვლისთვის, რომ მაგალითად რამე M-ი, ასე ვთქვათ, დავითრიოთ რა და ეს ყველაფერი განახოთ თქვენ და გადავიღოთ, იმიტომ რომ კი, მე7 სერია კარგია, თუმცა ჩემთვის სასურველი და საოცნებო არის E38 კონკრეტულად და თუ ახალი მე7 სერია უნდა მყავდეს, მაშინ ყოველთვის ვისურვებდი, რომ მაგალითად ბოლო ეხა G11, 12 არ არის რესტაილინგის, რესტაილინგის ძალიან მომწონს და უფრო მაგას ვისურვებდი რა. და რატომ? იმიტომ რომ ეხა უკვე ავხადოთ კაპოტი და გეტყვით რატომაც. კაი, ავხადოთ ეხა კაპოტი. აუ ეს რა მაგარი ფუნქცია აქვს ბიჭო ამ მანქანას, აი ძალიან პრისოსკები ხო აქვს და რომ გააღებ რა ეხა ხო ქარია და შანსი არაა რომ ეხა ეს გატოკდეს სადმე რა ამორტიზატორი რო იჭერს და აღმარზე სადაც არ უნდა იდგე, მოკლედ აი ერთი თუ დააფიქსირა, ის ასწაულია რა და ძალიან კომფორტულად და ძალიან კარგად ვიყენებ. აი მართლა გამოსაყენებელი და კარგი ფუნქცია ამის მერე არ ვიცი როგორ უნდა გადავიდეს სხვა კარებზე. მოკლედ ეს ძრავი კონკრეტულად ამ მანქანაზე მთელი პირველი 3 სერია თუ რავი, ყველა სერია ამას მიეწუნა რა. N63 TU, ანუ პირველი განახლება. ეს ძარა, აი F სერია რა, F0102 მე7 სერია. ყველამ დაივიწყა, ყველამ ფეხებზე დაიკირდა, ყველას შეეშინდა და მაგიტო. და დაჟე სულავა და ძალიან ბევრი ავტომოყვარული და გათვითცნობიერებული ტიპი რა. ეს ფარები რო დაინახა ესო რა არისო, ტაივანის ფარები გიყენიაო, ანუ იმდენად გაიშვიათებულია, იმდენად ცოტა არის, იმდენად ცოტას ყავს, რომ ანუ ეს full LED ფარები, top ფარები, რომელიც არის ამ მანქანისთვის, ანუ უცხო არის რა, არ უნახავს ბევრს. ძალიან მაგარი მანქანაა, მე რო ჩავჯდებით და გავივლით, კიდევ ერთხელ შევაფასებ, აი, მთელი ეს 4500 კილომეტრი, როგორ ვიარეთ, ჩვენ რაც ეს მანქანა ჩამოვიდა, ეს ტარების ემოციები არ გადაგვიღია და არ შეგვიფასებია და ალბათ თქვენს გაინტერესებთ რა. თუმცა არის ერთი მაგრამ. მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ რაც აქამდე ვთქვი, ყველა პლუსი და ის რომ მე7 სერია და ძალიან კაი მანქანაა, ყველაფერი გაბათილდა და უარყოფილი იქნა, ასე ვთქვა, არა. ძალიან მაგარი მანქანაა რა, ძალიან მაგარი ძრავით. კი, პრობლემებია, ოღონდ ხალხო, დაიმახსოვრეთ. ეს მე7 სერია, F10 ამ ძრავით 4x4 ტვინ ტურბოთი, X5, X6
მეექვსე სერია კუპე თუ გრან კუპე არის პრობლემური პირველი გამოშვება ამ ზრავით. რომელსაც აქვს თეთრი სახურავი და რომელსაც აქვს ერთი ზრავის კომპიუტერი. მერე გამოვიდა ცოტა ხანი, ერთი წელი, შავი თავსახურია ვიზუალურად, თუმცა ისიც ერთ კომპიუტერიანია, უბრალოდ აი ეს პლასმასია შეცვლილი და ზრავი იგივეა რა. და მოკლედ აი იმ პირველმა ზრავმა ისეთი ცუდი საქმე გაუკეთა ზოგადად 4.4 ტვინ ტურბოს N63-ს რა, რომ ამდენი მოდელი რაც ჩამოთვალე, ყველა აი გადახაზული იქნა მთელ მსოფლიოში. ხო და მოდი ახლა გადავიაზროთ. ის არის პირველი ერთ კომპიუტერიანი საშინელება ცუდი და ეგ მართლა არ იყიდოთ. რაც შეეხება აი ამას N63TU-ს არის ორ კომპიუტერიანი და არის ყველაფერი განახლებული, ბევრად უფრო გაძლიერებული და ნუ ბევრად უფრო რესურსული და ძალიან მაგარია მოკლედ რა. პრობლემა ეხა რომ ეგრეთ წოდებული კრიშკის პრაკალტკებიდან გაზდის, ეგრე ყველა BMW-ს გაზდის, N95-საც გაზდის და იმას შეიძლება B58-საც რა. ეგ მოკლედ არაფერი მიზეზი არ არისო თქვათ, რომ ზეთები მაინც გაზდის რაღაც. ერთადერთი პრობლემა რაც დარჩა, არის ეს კარტერის ვენტილაცია, PCV valve ეგრეთ წოდებული და ის რა ქვია, კლაპის სალნიკები რა. რომელიც 100,000 კილომეტრში ერთხელ ჭირდება და არა, რავი, ყოველ იმაზე 5,000-ზე და 10,000-ზე რა. მარტივად და მოკლედ რო გითხრათ, 100,000 კილომეტრში ერთხელ ასერვისებთ დაახლოებით 5,000 ლარად თავის ნაწილებით და თავის ხელობის ფულით, მაქსიმუმ 7,000 ლარი რა. რაც ჩემი აზრით, რო გადავხედე მე Mercedes, იქ რავი, Range Rover-ებს, Audi-ებს და ასე შემდეგ რა, ამ კლასის და ამ წარმოდობის ზრავებს საერთოდ არ არის ბევრი. აგერ ჩემი 212 მარტივად რო გითხრათ, 3 და 5 ატმოსფერული, 300 ცხენის ზალთ, არ ტურბინა უყენია არაფერი. მარტო ვანუსების სერვისის გამო, მეგობრებო, 3,200 ლარი. გადაობთ 3,200 ლარი. არც პრაკალტკა იმას არ ეცვლება ქარხნად გერმეტიკზეზე კი ბატონო, მაგრამ მარტო ვანუსებში 3,200 ლარი. და იქ რჩება, რა ვიცი, რავის ბალიშები, იქ თერმოსტატი და პომპა, იქ რავი, კიდე 1000 და ნიუანსი და წვრილმანი. ისინიც გამოდის, კაცო, მწყობრიდან თქვენ გონია არ გამოდის, როგორ 100,000-ში ყველაფერი, ანუ ყველაფერ სერვისი სჭირდება რა. და აქაც იგივე თემაა რა. და რო შევადარეთ, თუნდაც Mercedes-ის 4.7 ბიტურბოს. Mercedes-ის 4.7 ბიტურბო თურმე არ ვიცოდი, აი მართლა არ ვიცოდი და მეგონა ძალიან გამძლე იყო და მადლობა ვანოს. აი ობიექტურ ადამიანს ვანო ვიტეჩი, რომელიც ჩვენთან პოდკასტში იყო და ილაპარაკა თავისუფლად და თამამად რა და ვისაც არ გინახიათ ვანოს პოდკასტი, არა მარტო 4.7 ზოგადად Mercedes-ის სერვიზზე საუბრობს და უყურეთ და გადაიაზრეთ და გაიგეთ. Mercedes-ის 4.7 აი ამის კონკურენტი 221-ში რაც დევს 4.7 ბიტურბო და 222 S კლასებში და E550-ებში და რავი ძალიან ბევრი Mercedes-ში CLS-ებში ყველა ძალიან რო გიყვართ. რამდენი პიჭო ტიპი შეგხვდა ჩვენ? რამდენი გითხრა? 6,000 დოლარიო. სრული სერვისი ძრავის. აი თავიდან ბოლომდე დაშალა და თავიდან ააწყო, რაც ამასაც სჭირდება ხოლმე ხანდახან რა. და ბევრი შემთხვევაა ეგეთი და სულაო მაგიტო ვერიტას ამ ძრავს. და BMW-ში ეს ძრავი 6,000 დოლარს საერთოდ არ ჯდება. ადგილზე აქ, რავი, დაშლილებში რო წახვიდეთ 3.5 ღირს, ძალიან კაი ვარიანტი, შეგიძლიათ კამერით ჩახედოთ ცილინდრებში და ყველაფერი შეამოწმოთ და რავი, სერვისიც, რავი, 5 დოლარზე მეტი, ყველაზე ძვირი სტანდარტებით და ორიგინალი ნაწილებით არჩევა და აბა მაშინ რას ვერჩით ამ ძრავს მე ვერ გავიგე. ანუ თუ კაი ბენზინი არ ჩავასხით და 5,000 კილომეტრზე მაქსიმუმ არ შეუცვალეთ ზეთი, რავი, ბოდიში ეხა 450 ცხენს და ამ პერფორმანსს და ამ კაიფს, რასაც ეს გვანიჭებს, სხვა ვერ გვანიჭებს და კი ბატონო, სულავასთან ყრია, აი 4 და 4-ები, მაგრამ მოდი ისინიც დავთვალოთ, მაშინ რამდენი კარგად დადის. და იგივე თეთრი მე-6 სერია, რომელიც წინა ჩვენ ვიდეოში იყო, რომელსაც ჩვენ გაუტესტეთ. აი ძალიან მაგრა რო დადის რა. რავი, ჯამში ამ მანქანამ და მე-6 სერიამ 30,000 კილომეტრამდე გაიარა და არც ერთ 70,000 კილომეტრის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში არც ერთ პრობლემა არ ქონია. იმან 25 თუ 20,000 კილომეტრი გაიარა და ერთი პრობლემა არ ქონია და სულ გაზაობაშია. აი მეტი რა უნდა ვქნათ? და ამანაც 5,000 კილომეტრი გაიარა და სულ წეროვანში და ხან დინოზე და ხან სადარ არის და რა ქვია, ანუ სულ გაზაობს რა. აი მეტი რაღაც უნდა გაუწოს, არ ვიცი. ამიტომ რაც აქამდე 3 სერია ვაკრიტიკე და ვაბანძეთ მეც და სულოვამაც თქვა და ყველა მეძრავი, არა, აი გადახაზეთ.
შავ სახურავიანი, ორ კომპიუტერიანი ძრავი, კარგი მოვლის შემთხვევაში ძალიანაც გამძლე და კარგი ძრავია რა და დამთავრდა ამითი ამ ძრავზე ლაპარაკი. მოკლედ მე გამომადგა და ჩემთვის იდეალურია დაჟე თავის პრობლემებითაც კი. ესე იგი ძალიან გამძლეა რა. მოვლა თუ არ გინდათ ეხა მე არ ვიცი. დაჟე პრემიუმ სუპერი რო არ იყო ეხა ეს პერიოდი, ხო იცით? არსად რო სუპერი არ იყო. პრემიუმზეც იდეალურად მუშაობს. აი სტოკი. ხო ვაპირებდი დანასტროიკებას. ჯერჯერობით არაფერს არ ვაკეთებ, არ ვანასტროიკებ. არც ტემპერატურა დამიწევია, აი პრემიუმზე იდეალურად გაართვა თავი. იდეალურად იმუშავა, გაწევა, შმაწევა, ყველაფერი ვაფშე. აი ეს არის შეღებილი, ეგრეთ წოდებული შიტოკი, ანუ ბამპერი, აი ეს მთლიანად კრილო საბარგული. აი ხედავთ რა, კამერაში ალბათ როგორც გამოჩნდება, ხედავთ. ხო, შავის მინუსი კიდე პირო არა, მეორე ტყავს შავი მანქანა და ნუ ეგ არის, აი ხაც გავრეცხეთ. და ეგრევე, აი რავი, მეორე დღეს კი არა. 2-3 საათში უკვე თხელი ფენა მტვერი ადევს და მოკლედ ჩათვალე რომ ტყილა რეცხავ ხოლმე, მაგრამ ნუ ყველაზე მეტად უხდება რა. რავი, ზარა არის იდეალური, მოკლე მიყვარს ზოგადად სიმსოტი და G სერიის მინუს სხვათა შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ამერიკაში მხოლოდ გრძელი არის და აბა გერმანიაში ჩემ ფეხებს დავითრევ, ისეთი ძვირია. ეს მაგიტომაც არის F-სერია, კარგი რომ F-სერია იყო ამერიკაში მოკლე და შესაბამისად შემხვდა კიდევაც მე რა. აი არების დროს ქალაქში არის აი ძალიან კარგი, ერთადერთი ცოტა ხისტირული აქვს და ამ ტარების ემოციებს რა როჟა და ასე შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე სალონში და გავატაროთ და თქვათ როგორ დადის ეს მანქანა ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა როჟა, რა ტიპია რა. ხო, სანამ კიდე კაი კინაღამ დამავიწყდა და ეხა გამახსენდა. ამ პერიოდის განმავლობაში ერთადერთი სხვათა შორის რაც სალონ ნაწილში რაღაცა გაფუჭდა რა, ერთხელ არ მომეწონა საჭე როგორ იდგა და აი ეს არის დამავიწყდა ბიჭო. ხელოსნურ და ჩვენ მანქანურ ენაზე როგორ ქვია წიაგა თუ ნაკანეჩნიკია თუ კაროჩე საჭის წევა რა, რაც აი იმენა იმაში წეროში ერჭობა აი ამ მხრიდან ეს არის მოკლედ ეს მარცხენა მხარეა ეს მე ვიყიდე. არაფერი არ შეიძლება მარცხენა სასაყენია მანქანაზე, მაგრამ მარჯვენა გაფუჭდა. და მოკლედ მაგარ კაცთან, მაგასაც ეხა ჩავსვავ, ჩემი ტელეფონით გადავიღეთ ეგეც უცებ, იმიტომ რომ დაუგეგმავად მოხდა ეგ ყველაფერი. აუგებია გამიწოდი ბაზარი, მაშინ კიდევ აეროპორტში წავიდეს მეთქი და ისე რაღაც მოსულა ჩემთან ვაფშე. აგარი. რაღაცა კაის რო ვაკეთებ მეტსიანი. კაი მდგომარეობაშია, ხო, ისე? იდეალური. შემიძლია პირდაპირ თქვა. იდეალური. ორიგინალსა და სინჯაჩოსის ხოვება. დიდი შაიბით არის და არა მსურავი. მე მსურავია. რომელი ჯობია დავაყენოთ? რა თქმა უნდა მსურავი და ალუმინს ეჭირება. ხო. და იმიტომ ეჭირება და აქ სტალნური შაიბა ალუმინს სამწეტინე ფიქსირდება. ხო. და გაიკაც მსურავს და არ ხეხავს ალუმინის ძილს. ანუ აყენებთ ისევ ძველს. ძველს, ეს ტრუხა, რა რო იცოდი. ეს სხვადასხვა ყველა ახალ ნაწილზე ეგრეა, ხო? ხო. აი ეს დეტალი ოღონდ მარჯვენა მხარეს წინ საჭის წევა, ბერკეტი შევცვალეთ თენგოსთან, თენგოს მოკითხვა, ზედმეტ სახელით ბალუ, ყველა ეგრე იცნობს და თენგოსთან ერთად გავაკეთეთ, შევცვალეთ ძალიან მარტივად. აი, ხო სიმსოტია, ხო კატასტროფა დავითო, აუ მაგის ნაწლები და რაღაც ეს აღირდა. ეს ღირდა 100 ლარი მე მგონი ლენფორდერია ორიგინალი. დაჟე როგორი ლენფორდერია, იცი ხო არ made in Turkey და რაღაცეები რო აწერია. ამას აწერია, ახე დაწერია made in Germany. აიგე, იმენა გერმანულია ძმაო. ხო და ლენფორდერი ვიყიდე და 10 წუთში ზუსტად შეცვლილი იყო ნაწილი. და არაფერი სირთულე ამაში არა, მოკლედ. ერთადერთი ძვირიანი და რთული რაც უყენია არის უკან ჰაერის ბალიშები, ეგრეთ წოდებული პადუშკები, რომელსაც, რავი, ამ ძარაზე პრობლემა თითქმის არ აქვს რა. თან ჩემი მანქანა ამერიკაში დასერვისებულია და რომელიღაცა მარჯვენა თუ მარცხენა, რომელიღაცა ერთი BMW Sense-ში შეცვლილი აქვს, ეგეც ორიგინალი, ახალი აყენია რა. მოკლედ, აი რავი, ერთადერთი ზეთის ჟონის პრობლემები რო არ ქონდეს, არის
ზეიდეალური მანქანა ზუსტად ჩემთვის რა. თუმცა ეს მანქანა კიდევ ერთხელ გამოყენებული უნდა იქნას განვითარებისთვის. მარტივი სავალი ნაწილი, არაფერი სერიოზული, F10-ნაირი, ანუ სტრუქტურულად, უბრალოდ F10-თან შედარებით უფრო დაგრძელებულია, განიერია, დიდია, უფრო მსხვილია და გამძლეარი და იგივე რა, არავინ არაფერი არ გითხრათ, რომ ესა F სერიით, მე7 სერიით მიხვიდეთ და თქვათ F10-ით მიხვიდეთ მე5 სერიით, რომ რამე ხელოსანმა უფრო ძვირი მოითხოვს. ერთი და იგივეა ზუსტად. ნაწილი არის უბრალოდ მსხვილი და გრძელი, მეტი არაფერი რა. ხო და მოკლედ თუ კი რამე კიდევ ერთხელ და შევაჯამოთ და მართლა გადავედით მოძრაობაში. რამე პრობლემური თუ არის ამ 750-ში შავ სახურავიან ორ კომპიუტერიანში არის აი Z ჟონრის თემები, რომელიც მარტივად გვარდება 100.000-ში ერთხელ 5-7.000 ლარს ახარჯავდა და დამთავრებულია პრობლემები და Z-ის ნასოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, Z-ის ნასოს უნდა შემოწდეს, როგორია, მაგანაც იზის ხოლმე ხანდახან ამის სტუკი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში იდეალურად და ბევრი სხვა მანქანა ვიცი, რომელიც იდეალურია და ასევე ის მანქანები ვიცი, რომელიც Z-ის ნასოსის გამო დაისტუკა, მაგრამ იქ საკითხავია უკვე რა Z-ი ისხმოდა და როგორ უვიდა პატრონი. ხო, მეტი არაფერი და ეხა 740-ზე თუ ვილაპარაკებთ, N55-ზე. ხო, საერთოდ აი არანაირი პრობლემა. ყველამ კარგად იცით, აი სულ რო ვერ ერკვევოდე, მე მგონი N55 ყველას ხსმენიათ და გაგიგიათ, რომ არის იდეალური ძრავი, იდეალური რა. არ ფუჭდება, კარგი, ასე ვთქვათ, ძალა აქვს, stage-ი იწერება და ყველაფერი რა. ესე იგი, ბენზინებში N55 3-დან 0 იდეალური, 4-4-ზე ვისაუბრებთ, 3 სერია თუ 4 სერია. ასევე არის დიზელი, რომელიც საერთოდ ძალიან გამძლეა, უბრალოდ ცოტა არის ერთეულებს ყავთ საქართველოში, იმიტომ რომ ევროპაში გამოდიოდა მხოლოდ თუ არ ვცდები, ამერიკაში არ მახსოვს. და რა, 760-ზეც არ ვილაპარაკებ ხა ბევრს, 760 დაჟე იმაზე უფრო გამძლეა. 4-4-ზე რა, თუმცა იმდენ სწორს რომ აზრი არ აქვს. ხო და მოკლედ ერთადერთი ეს 4 და თეთრი სახურავიანი დავივიწყოთ, ერთადერთი შავ სახურავიანი ორ კომპიუტერიანი 4-4-ის აი ნიუანსებს Z-ის ნასოს და ამებს უნდა ყურადღების მიქცევა, რომ კაი ბენზინი და Z-ი არ მოაკლდეს და ესეც კი კარგია რა და ეხლა დავამთავრეთ ამაზე ლაპარაკი რა. კარობკა გადაცემათა ყოფი ZF-ის 800 სიჩქარია, ეს საერთოდ უკვდავი. მაგაზეც ხო ზედმეტია საუბარი. რამდენ მანქანაში აყენია BMW, Range Rover, Audi, რავი, ყველგან Jeep, Challenger, Dodge 1000 ცხენზე თუ რავი, რამდენ ცხენზე და სასწაული რა, მოკლედ აი ესეთი დაცვა გამომივიდა, იმიტომ რომ რეალურად ეგრეა რა. წავედით ახლა მოძრაობაში. ქალაქში უნდა იაროთ Comfort Plus-თ, მე ეგრე დავუმუღამე და აი ისე რბილად და ისე სხვანაირად დადის, რომ ეს კლასი ძალიან მიყვარს 221-იც და 222-იც, აი მართლა ძალიან და არ ვაფასებ ხა როგორც BMW-ში და რაღაც, მაგრამ ამას Comfort Plus-ზე რაღაცა მაგარი სვა აქვს რა, უკან პადუშკები და წინ ელექტრო ამორტიზატორები რო აქვს, აი რაღაცა ძალიან აი მციმედ რბილად Comfort, აი მაგრად დადის, აი ვერ გადმოვცემ კონკრეტულად რას გულისხმობ, მაგრამ აი რავი, მეტი რასაც ვამბობ ეგ არის რა, მეტი არ შემიძლია. რაღაცა თავისებურად მაგრად დადის, თან მოკლე რო არის რა, ეხა ლონგი ხო გადავიღე მე ადრე თეთრი. იქ იგრძნობოდა რომ რაღაცა ძალიან დიდს დავათრევდი გრძელს უკან და ეს აი რაღაცა ესეც ძალიან დიდ მანქანად იგრძნობა და ერთი დიდი სხეულია, მაგრამ ნახე როგორ გადავიდა ამ დანგრეულ გზაზე. რავი, აი მართლა ძალიან დიდი სიამოვნებაა რა. და მე მოკლედ Comfort Plus-ზე ვთვლი, რომ და სუბიექტური ვიქნები, რომ 221-ს ყოველ შემთხვევაში მირჩევნია. მე სუბიექტურად მირჩევნია. დანარჩენი ხა სხვა იკითხოს და იდარდოს სირბილით. და ეხა მანევრზე ხო აღარ ვლაპარაკობ რა, ძალიან მიყვარს 221, ადრე მეორე ვიდეო იყო რაც გადავიღე, ზოგადად Philips Drive-ზე და აი შოქში ვიყავი და დღესაც იგივე აზრზე ვარ, მით უმეტეს ეგეთ ვიზუალზე ძალიან მიყვარს რა, მაგრამ ეს მაინც ცოტა სხვა ტიპია კიდე რა, აი შენ რო ხარ საჭესთან განსაკუთრებით მაშინ მაგ მომენტში კიდე უფრო ჯობია, მაგრამ ის რომ BMW-ა და რაღაცა არ ჩამორჩება კი არა. საერთოდ სხვა კომფორტს გთავაზობს რა, განსაკუთრებულს, განსხვავებულს. რატო გამოვიარე და რატო მინდოდა რომ რაღაც ორი სიტყვა მეთქვა სიარულში რა. ანუ იმდენი ძალა აქვს ამავ მანქანას ჯამში, ცხენიც და ნიუტონიც. რომ აი ხა ძალიან დიდ აღმარზე მივდივართ, ხო? ნუ არ ვიცი რა გითხრათ. კი, ეხა 700-ცხენიანი მანქანებიც გადაგვიღია მე და ჩვენ ოპერატორს
ძალიან ბევრი ძლიერი მანქანა, მაგრამ ისინი საერთოდ სხვა თემაა, სპორტულია, M-ებია, AMG-ბია, RS-ებია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ჩვეულებრივ BMW-ში, Mercedes-ში, Audi-ში, Lexus-ში, რავი, ასე შემდეგ სხვადასხვა მანქანებში. ანუ იმდენი ძალა აქვს, რომ აი მართლა ხშირად მithქოს, რომ ამდენი არ არის რა საჭირო რა. 440, 43, 450 თუ ABP-ს დინოზე საერთოდ 489, ანუ არ გჭირდება, ქალაქში საერთოდ ვერ ვიყენებ რა, ტყილა ბენზინს ვსვავ. ტრასაზე აი ოდნავ აი კომფორტ პლუსში, ოდნავ რაღაც 10%-ით რომ მიაჭირო, აი დაუსრულებლად ისე ჩხარდება, რომ მართლა სუჯარიმებით შეიძლება გაივსო და ძნელია ამ მანქანის ტარება განსაკუთრებით რიკოდზე. იმიტომ რომ 80 ვერ იცავ დიჭირსა და მოკლედ ძალიან ბევრი ძალა აქვს, ძალიან დიდი ძალა აქვს სამოქალაქო მანქანებში. აი ამას მივხვდი ამ 5000 კილომეტრის განმავლობაში. რა და ეს საერთოდ არ ჭირდება. და ნუ ახლა სპორტზე რო გადართავ და გაუყრი, საერთოდ ძალიან მაგრად ადის რა. იდეალური მანქანაა რა. როგორ გამოუშვა BMW მის თეთრსახურავიანი პირველი N63, რომ ესე გაუფუჭა სახელი ზოგადად ამდენ მოდელს მე-5, მე-6, მე-7 სერია, X5, X6, რომ აი რავი რა, ხალხი შეშინდა და აღარ იყიდა არასდროს არც ერთი ეს მოდელი. F სერიაზე შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ბოლო ჭეშმარიტი, ესე ვთქვათ, გერმანელია რა და მე-7 სერია. ის მიუხედავად, რომ ძალიან მოკლე ვერსიაც კი ძალიან გრძელია რა, რომ მოიტანა ეგრე. ხო, გადაობა სულავას გავააქტიურებინე ის რა. მაგალითად, მულტიმედიაში შევიდე ამას ბენგოლუსენი არა აქვს. ჰარმან კარდონი აქვს რა, თუმცა აი ეს მე-7 ეგეთი უპირატესობები გააჩნია, რომ შეიძლება ჩაწერო ბენგოლუსენი. და რეალურად ფორუმებზეც სამ ჩავწერდი, გავიკითხე რომ, ანუ წავიკითხე რომ, ტყილა რო არ გამეკეთებინა და იცვლება რეალურად მართლა ცვლის ჟღერადობას რა, აუდიო სისტემის არის მინიმალური რაღაცა სხვაობა მართლა არის და ნუ მარტივად შეიძლება გააქტიურო რა BMW-ს F სერიიდან მოყოლებული პლუსები მაგაში აქვს რომ აი ესეთ რაღაცებს launch control-ი არ მქონდა და წინა სერიაში მეგონი გითხარით launch control-ით შეიძლება გააქტიურო და აი ესეთი რა ბევრი რაღაც შეიძლება გააკეთო რაც Audi-ში, Mercedes-ში და სხვა ბრენდებში არ არის რა. მაგიტო უყვარს ყველას ეს BMW განსაკუთრებით ვინც ამ ავტოსფეროში რაღაცას აკეთებს, წუნერი იქნება თუ ასე შემდეგ, მოტორისტი თუ ასე შემდეგ. ბევრი aftermarket ნაწილი, ბევრი მომწოდებელი და ჰაი-ჰუი რაღაცა. სანამ მაგალითად სულ გზაზე ვართ, კიდე რა აქვს BMW-ს პლუსი, რაც Mercedes-ში მაგალითად AMG menu თუ არ ჩაწერე, ისე შანსი არა ვერ მიიღებ. ჩვეულებრივ ვერსიაზე ხო შანსი არა. დიდი ხანი აქ ერთი ღილაკი რა, ამ ღილაკს დიდი ხანი დააჭერ 1.23, მე კიდე დააჭერ. მე გიჩვენებს თქვათ, რამდენი ლიტრი გრამებში, რამდენი ლიტრი ბენზინი გაქვს მაგას ნახავ, საერთო ჯამში რამდენი საწვავი გაქვს და თავარი რა, რაც ამ ძრავის ერთ-ერთი კიბოდამტერია, ტემპერატურები, ხო? აი ხა მაგალითად როგორ აღმარძე ვიყავით, მე ჩამოვედით და შეგიძლიათ ნახოთ ზუსტი წყლის ტემპერატურა, coolant temp და oil temp, ანუ ძრავის ზეთის ტემპერატურა რა. ეს არ ვიცი, Audi-ში არ დავიბრალებ, რომ სადმე კონდეს და ვიცი, Mercedes-ში თუ AMG menu არ ჩაწერი, არა აქვს. აი ესეც მაგარი პლუსი აქვს, რომ ერთი ხელის დაჭერით შეგიძლია ეს ინფორმაციაც გქონდეს, რაც მნიშვნელოვანია. რა დადო ტრაკი? ცოტა დაღვართია, მაგრამ ანუ ძალიან მაგრად ადის, აი ნუ არ ვიცი რა. ეს სერია იმისთვის არ გვაქვს, რომ ესე ვიაროთ და რაღაც ტესტ დრაივი გავაკეთოთ ამ მანქანაზე, მაგრამ რაც ვიარე ეს 5000 კილომეტრი მართლა რა, რომ გადაჯდები რა. შეიძლება 800 ხენიანი და 1000 ხენიანი მანქანა ყავდეს, კი ბატონო, მაგრამ რომ გადმოჯდები ამაზე და დაივიწყებ იმ 1000 ხენიანს 2-3 დღეში და შეეჩვევი ამას, მიხვდები რომ არანორმალურად ბევრი ძალა მოგცა BMW-მ ამ ძრავში. არანორმალურად ბევრი, არ გჭირდება, მართლა არ გჭირდება რა და ყოჩახ, არ ვიცი, ბრავო. მართლა ღირს 100.000-ში ერთხელ ეს ძრავი დაასერვისო 5000 თუ 7000 ლარად რა. არ ვიცი.
ხო და თავარი კიდე რაც მინდა ხმა არა აქ და დაუნფაიფ შეიძლება გააკეთო მაგრამ და კარგია სხვათა შორის თუმცა ვერ მოვიფიქრე და ვერ გადავწყვიტე კიდე ეს ლაქშერი ემოცია შევინარჩუნო ამ მანქანაში ეს სიჩუმე სტანდარტულობა ქარხნულობა თუ თან ძრავს მივეხმარო რომ გავაგრილო და დაუნფაიფი დაუყენო ტურბინის მერე ეგრევე და ძალიან დიდ ტემპერატურას მოუხსნი და რესურსიც გაეზრდება და სპორტული ხმაც მივიღო ცოტა აი ამ ორ შორის ვერ მოვიფიქრე დღემდე აი ეს მთელი ეს პერიოდი რა ტატოსთანაც მინდოდა მისვლა და ერთი ვერავედი და არ ვიცი ვერ იმას ვხენი რა ხო და ძრავი უფრო გაგიცვდა არ გამიცვდა პირიქით ყველა მაგას ყველა არა ყველა სულავას გამოკლებით სულავა მაინც ეთანხმება რომ დაუნფაიფი ტემპერატურაზე ძრავი მეტად ცვდება აჰა დაბალ ტემპერატურაზე ძრავი მეტად ცვდება კი ბატონო აქ დაბალ ტემპერატურაზე იმაზე არა ლაპარაკი იმას რა ქვია 60 გრადუსზე და რაღაცა ხო და რავი რა აი ვერ მოვიფიქრე და ალბათ მაინც ჯობია რომ იყოს ესე ჯერჯერობით ესე სტოკში როგორც არის და ვაფშე არა აქ ბიჭო ხმა აი როგორი ხმა აქ ცი აი ორი ბრუნის მერე ვაკუუმური და აქ ეს უკან გლუში წელები რა და ბასი მოაქ გესმის ბასი მაგრამ ნახე შენ და საწინააღმდეგოდ რა არგუმენტია G-სერიაში ეთყობა მიხვდნენ თვითონ და G-სერიას უფრო ბევრად მაგარი ხმა აქვს. არ არის სტაილინგში, ამის შემდეგ ეგრევე გამოშვებაში ამ ძრავზე. და G-სერიის რესტაილინგში საერთოდ აი ჩათვალე რომ სპორტული ვიხლოპი აქვს სტოკში ძმაო. ხო, და ახლა მითხარი როგორაა საქმე. უბრალოდ მაშინ 2008-დან 15-მდე როცა ეს გამოდიოდა ეს F-სერია, მაშინ თვითონ ანუ ბაზარზე იყო როგორი სიტუაცია იცი რაც უფრო ჩუმი იქნებოდა მანქანა ეგ იყო მოდაში მერე ხალხმა გაატრაკა ეთყობა ჰაი-ჰუი რაღაცეები და მიხვდნენ და G-სერიის რესტაილინგში ძმაო რა არანაკლები ისა ლაქშერი და მაგარი მანქანაა ხო კაი გრუნხუნა მაგარი ხმა მიცეს სიმსოცაც და აი ხანახან ეგ აზრი მეუნება ხოლმე რომ შენს მოიქეცი ისე როგორც მე მოიქცა BMW, მაგრამ თვითონ ამ F-სერიას ეკარგება ავთენტურობა, მიხვდი? ამიტომ მაყურებელმა დაწეროს კომენტარებში. აი არ кайფობს რეალურად. ხო? ბიჭო, აი რაღაც განსხვავებულად კარგად დადის რა. იმიტომ კი არა რომ ჩემი მანქანაა. აი მაგარი, ანუ სვეჟი F0102 არის ძალიან მაგარი მანქანები, ხალხო და გადაამოწმეთ ისტორია ამერიკაში აუქციონზე ძალიან იაფებში გადის და დაითრიეთ თუ დაკუქილია აუქციონზე ჩეკს არანთებს რაღაცა და ჩეკი აინც მაგრამ აი მაგალითად ხან ის არის ხოლმე ძრავის ვიდეოა რა და ხმარო ისმის თუ კაი ხმა აქვს დაითრიეთ და $1,500 გადადეთ ნუ და ასე ვიშოთ რო რამე რო ჩამოვიდეს და ჯამში რავი $10,000 $12,000 თავისი გამბაჟებით გეყოლებათ საოცარი მანქანა, საოცარი. აი სიმსოთი ჩამოვიდა. აი სიმსოთი ჩამოვიდა. ო, ეს ჩამოვიდა. ვაფშე. ეს არის აი მაგ ვერ ნახეთ აი. ათვარა კარგად მუშაობს ჩემ პადმოტორნიმ როგორ უშველა იმენა. აი ხა ბენზინის და კატალიზატორის უნია მარტო. ზეთი ვაფშე აღარაა ძმაო. სასწაული იმენა, სასწაული. ზაქროს უნდა დაუდგა ძეგლი. ზაქროს ნახე აი აქ კი ცოტა დაძველდა ეს თვითონ ეს რა ქვია პლაკატი, მაგრამ ეს არის 2018 წელი. როცა ზაქრო შენ მოიგე ავტონავი, ხო? პირველად ჩატარდა 4-ჯერ. პირველად ჩატარდა და 18-ში, მერე 19-ში, მერე თვალწები. მერე კოვიდი იყო, მერე 21-22 ალბათ. 4-ჯერ რა. 4-ჯერ მოიგე. ხო, ბოლოს და მათ შორის პირველიც მოიგე, რო ჩატარდა. პირველი იყო 2018-ში. ეს. ხო.
ოს მე და სულავო ჭიდაოდი. შენ და სულავა, ხო? ბავშვობიდან მაინტერესებდა ჩემი პროფესია. ეს მე და ზაქრომ ვისაუბრეთ. ზაქროს ხათაშორის ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის მეზობელი გახდება თავისი პროფესიიდან გამომდინარე, სადაც გადავა და რო გადავა მე აუცილებლად მივაკითხავთ მეზობლით ურთ. ხო და მოკლედ ამ მანქანის მფლობელის დამსახურება ის რომ ზაქროსთან მე მოვედი, მეც ვენდობი და თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა თავისუფლად ენდოთ და ეს ძალიან საინტერესო მანქანაა რა და იმედია ოდესმე თავის პატრონი რაღაცა დააყენებს საშუალებას და გამოფენს რა ქვია რამენ ფორმით არა აქვს მნიშვნელობა მე გადავიო თვითონ გადაიღოს არაა პრობლემა. ოღონდ ანახოს ხალხს. აი M5-ია, Sorokia თუ რა არის? მაგას გაიგებთ უკვე როცა პატრონი გადაწყვიტავს. აი ამ მანქანაში მდგომი ძრავიც მაგას ვიტყვი. 0-დან აწყობილი აქვს ზაქროს. მოკლედ, იგივე ვიდეოა, მეორე დღე, რაც თქვენ მზის გულზე მიხილეთ და გითხარით რომ აი ზეთის პრობლემები და ასე შემდეგ და გუშინ საღამოს მოკლედ მე და პატივცემული ზაქრო შევხმიანდით და დავგეგმეთ რომ დღეს დილიდან ასე ვთქვათ დაგვეწყო ამ ძრავზე და ამ მანქანაზე მუშაობა. მე დავაგვიანე სადღაც 9 საათი, სადღაც 12-ზე პირველის 9-ზე, შუა დღეზე დაიწყო ზაქრომ და მისმა გუნდმა ჯგუფმა მუშაობა და წეღან აი როცა დამირეკა ზუსტად ღამის პირველ საათზე 13 საათში ჩამოვთვალოთ ხა რა გაკეთდა რა ესე იგი კლაპნის სალნიკები ყველაზე რთული და მტკივნეული თემაა ბოლო ცილინდრებზეც ამ ყველაფრის კადრებს სურათებს და შემდეგ ხედავთ ტელეფონით გადავიღე ოპერატორი არ იყო კრიშკის პრაკლატკები ტურბოს ის თავარი ვანა ასევე რომელიც ძალიან ბევრს აქცევდა კიდე შეიცვალა ისა რა ქვია პადმატორნი ეგეც ხო სერიოზული ის რა ქვია მაღალი წნევის სალნიკი რაღაცეები მაგრამ თავარი ძირითადი იყო რა კლაპნის სალნიკები რაც პრობლემური იყო აი ძალიან პრობლემური იყო ტურბოს ვანა ჯერ მომხდარ იყო შეცვლა რა ამის არათუ ძრავი ამოგვეღო ხო რო ძრავი არ ამოგვეღო რა როგორც ხდება ხოლმე ზედვე ვცვლით ზედვე რა ვიცი და ბოლო ცილინდრები მოკლედ არ არის პრობლემა არანაირი ხო არც ერთ მოდელს კი ბატონო ეს მოკლედ 13 საათში გაკეთდა უბედნიერესი ვარ ძალიან ყვაყოფილი ვარ ზაქრო შენ რა სიტყვი ზოგადად კონკრეტულად ეხა ამ მანქანას რო აკეთებდი დღეს აი რაღაცა შეეხე რაც იქ რასტრობლები რომ მოხადე და ნახე ვანუსები ცეპები ყველაფერი აი შენ როგორ დაახასიათებ და მე ზოგადადაც ეს ძრავი მიმოვიხილოთ რა ეს ძრავი ეხა ამ ჩვენაც ვნახეთ და რო გავხსენით ნამუშევარი არის იდეალურად უვლიდა პატრონი ეთქობა კი უვლიდა რაღაც კარგზეც ასხავდა არ იყო ისეთი რაღაცა ფერი შეცვლილი შიგნიდან როგორც ცხონისეთის უხარისხობა შეუცვლელობა მოვლელობამ და ასე შემდეგ რა უბრალოდ ჭირდებოდა სერვისი ესეც გაუხსნელი ძრავი იყო შენაცვლელი იყო კი 2017-ში შეცვალეს ახალი ძრავი ჩადეს მაგრამ ეს ახალი ძრავი არ დაუსერვისებიათ არც პრაკლატკები არც სალნიკები არაფერი ხო გაუხსნელი ძრავი იყო ეხლა ეტყობა ხოლმე ძრავს ზოგადად რომ ხარხნულად არის აწყობილი თუ ვიღაცას აქვს ხელი ეგრეთ წოდებული ნაჩალიჩარი ნაფათურები ხო ნაჩალიჩარი ნაფათურები არის ცოტა აკურატად იმუშაოს ადამიანმა მაგრამ მაინც ეტყობა რა ეხლა რა რომ განახსნელია გამოცდილი ხელი და თვალი შეერთვის ხო ნაწილიც ორიგინალი ეყინა რაც მოხსენით და თვითონ ძრავიც კარგად იყო ნამუშევარი აი ზედზე იყო ნამუშევარი და არაფერი ის ნადები და ის ნაგარი არ ეტყობოდა რა რაც როგორც ისეთი რომ აი მაგით რომ ვიმსჯელოთ რომ ქვევით რა იქნებოდა უარესი და ასე შემდეგ ხო კლავიშებს და რა ხო უბრალოდ ეს სერიულის რაც შეიცვალა ძრავი 130.000 კილომეტრი ქონდა გავლიდა მე მგონი 130.000-ში ერთხელ ნორმალურია ეს სერვისი კი ეს რავი ხა მინიმუმ ეს უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ რა რომ ეს ზედა მხარის მოწესრიგება ხო რომ ზეთი არ დაიქცეს გარეთ ძრავის გარეთ ამ პრაკლატკებიდან და არ მოიხმაროს თვითონ ცილინდრებში კლაპის სალნიკების გამო მალე ხმება რა უკვე შედარებით რო ვიდრე მაგალითად კოლცო უფრო ფუჭდება რო ვთქვათ არა პირიქით სალნიკის შეცვლის
შემდეგ ხოლმე გვარდება ეს პრობლემა. თუ ქრონიკული რამე არ ჭირს თვითონ შიგნით ძრავს და ცილინდრი არ არის დაზიანებული, ჩახაზული და ასე შემდეგ. ეგ თქვენ გაკეთებული გაქვთ, ძალიან კარგი რამე გაქვთ გაკეთებული, უკვე იცით რომ იქ კამერაც ჩავიხედეთ, ხო? და ეხლა ეს სალინკების შეცვლაც შედეგს გამოიღებს ნამდვილად. აი ეხლა ამ ჩვენი ლასაუბრის დროს მე არ ვიყავი და ზაქრომ გადავიღო სურათი დაალაგა ძველი და ახალი და აი ეხლა ჩანს მოკლედ რამხელა სხვაობა არის ძველსა და ახალს შორის რა. ძველი იყო ორჯერ უფრო დიდი ფართობის ვიდრე ახალი და შესაბამისადაც მაგიტომაც ჭამდა ზეთს. ხო, ეხლა ბევრმა იცის რა ფუნქცია აქვს ამ დეტალს თვითონ ამ ზეთის კლებასთან, ბოლოსთან და ასე შემდეგ. ისეთ მდგომარეობაში იყო უკვე რომ საერთოდ აი არ ქონდა ის ფუნქცია რაც უნდა ქონდეს, რომ საერთოდ ვერ იკავებდა კლაპანს, ეგრე როგორც კი მოხსნიდი ზამბარას, კლაპანი უკვე ვარდებოდა ცილინდრში რა. უფუნქციო იყო ესე ვთქვათ რა. სალნიკი ხო? კი, უფუნქციო იყო სალნიკი 32-ვე სალი რა და დაყენდა ორიგინალი. კი ბატონო. კაიქენი ორიგინალი იყიდა და რაღაც აქ დანაზოგი რაღაც არ გააკეთე მაგ საქმეზე. და იმუშავებს კიდე მინიმუმ 100,000 კილომეტრი. მინიმუმ. წესერი ზეთის შეცვლით და ნორმალური მოხმარებით. ნორმალური მოხმარებით. ნუ ეხლა არანორმალური მოხმარება ერთი ის არის თუ რაღაცა ძალიან გადააშორებ, ხო? გადააშორებ ნუ ზეთს, მე ნუ ზოგადად გაგრილების სისტემა როცა არ ვარგა ხოლმე და ძრავი ზედმეტად ხურდება, აი თავისებურად ბევრ რამეზე და ისედაც ხო ტემპერატურულად დაგრუზული ძრავია ეს და აორთქლებასაც იწევს. კი, ნუ ეხა აორთქლება სხვა პრინციპია და სხვა რამე არის ზეთის კარგვა და ზეთის ჭამა სხვა რამე. ხო, ხო. ხო, რავი ეხა. ნუ ვიზუალურადაც რა თქმა უნდა უკვე ჩანდა რომ როგორ ბოლავდა რა სიმპტომებიც აქვს თვითონ ამ კლაპის სალინკი. კი ბატონო, საქშენებზე გადავრჩით არ დაგვჭირდა? საქშენებიც უკვე დასერვისებული. ხო, 2019-ში შეცვლილი არის, კი. ხო და აქ როგორც მოწმება ხოლმე რაც შევხედეთ, ყველაფერი არის დასაშვები მუშა მდგომარეობაში. ზოგადად ამ ძრავებზე, აი, რა სიტყვი შენ? ხო, ნუ 8 ცილინდრიანი, აი იყო კაპოტის ახტაზე. თუნდაც სერვისის გამო. ხო, ნუ 8 ცილინდრი რა დაჯდება, აუ რა ჯდება და ფასი თქვენ ცოტა მიჭირს ხოლმე დაჯდება ეგრევე. აღარ დისკომფორტი და იმისთვის რომ რა, ამდენი, ნუ ხარჯი დიდი აქვს შედარებით 6 ცილინდრიანთან რა. N45 თუნდაც. რაღაცას რო შეადავთ, ნუ 8 ცილინდრი და 6 ცილინდრი, 4 ცილინდრი, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ ნუ თუ მანქანას ყიდულობ და ამძრავით რაღაცებში უნდა ერკვეოდე რა და მზად იყო. ხო, წინ რა მოყვება რამე რო იყოს. ჩემი აზრით, რომ ალბათ მყიდველი რაღაცაზე ფიქრობს, ხო? მარტო ხო არ არის რომ მანქანა ფერით ხო არ იყიდი, მაგრამ ხო რაღაცით ხო უნდა არჩიო, ფერი, ძრავი, ვიზუალი და ასე შემდეგ რა. ნუ ამ მანქანას ყურადღება ჭირდება რა, რომ იყოს სრულყოფილად ხოლმე სულ რომ მზადყოფნაში და სულ რომ მზად იყოს და სულ რომ ის ჭირდება რა, ანუ ბიუჯეტი ჭირდება მანქანას. შეიძლება ერთხელ არ გაიღო, მაგრამ ნელ-ნელა რომ გაიღო, მაინც ადის რაღაცა ციფრზე რა. კი. ადის, მცირეწე არა, კაი ციფრზე არა. ვერ გეტყვი რომ ერთი გავაკეთეთ და აი არ გაკეთდა და ან სულ ის მომხმარებელი მოდის უკმაყოფილო მაგალითად განწყობის პრობლემით, ან ზეთის კლების პრობლემით, ან ზეთის ქცევის პრობლემით გარეთ იღვრება და ვერ მოუგვარეთ რაღაცა. არ არსებობს ამ ძრავზე რაღაცა ვერ. ხო. როგორც სხვა ძრავებზე არსებობს ვერ რა. ანუ რომელიც ძრავი არსებობს, აი ვერ. შეიძლება რაღაცა ყველა ძრავს კონდეს რაღაცა თავისი სპეციფიკური ხმები. ზოგს დისკომფორტს უქმნის ეს ხმები და უნდადეს რაღაცნაირად მუშაობდეს რა. ჩუმად, მაგრამ ხო, არ მუშაობს. ხო. არის 4 ცილინდრიანი იგივე მოდელი, BMW-ს თუ ისე N20-ები, ხო? ხო, ვერ გაქვს, დიზელია. ხო, ეგ ხა მაგალითად ცეპი და ისა, ხო. ხო, არის რომ სხვა მოდელი, ძველი, უფრო ძველი, სუპერ ხო, მაგრამ არის რომ ტექნოლოგიაა იქ თემა. თუ უფრო რაღაც განსხვავებულად დააწყობდა რაღაცა ცოტა ისე ჩაერევი რომ უფრო მეტი ძალა და მეტი ის უფრო მეტი ხმები შეიძლება მოგესმას, მაგრამ ეს დასაშვები ეს უნდა იცოდეს მომხმარებელმა რომ ეს ხმა რის ხმა არის რა. მოკლედ გაცნობიერებული უნდა იყო და უნდა დაინტერესდა და გაარკვიო რაღაცა. ხო და რაღაცა არ მიეკარო და საშიშია და არა. არ არის შენთვის ეგეთი N63 ორ კომპიუტერიანი ტეუ მით უმეტეს. არაფერი და რავი თუ გააკეთებს ერთხელ ადამიანს სრულყოფილად და მოусმენს ან სწორედ ვინც ამოხსნეს მეგობარი თუ ხელოსანი თუ ცოდნი ადამიანი და დაუჯერებს არა თუ ვიღაცების და რაღაც აი მე ეს მჭირდა ის და მემართა შენც არ დაგემართოს
არაფერი არ მოუძმავ იმუშავებს და იქნება კმაყოფილი რა. როგორც ძალით, როგორც სისწრაფით და როგორც რაღაცა კატასტროფალურად არ წავს, აწვავსო ვიღაცამ ვერ აუდიოდეს ამის. იგივეა რა წინა 8 ცილინდრიანები იყო, ატმოები, გინდა ვიღაცებმა იციან რა ამდენს მიწვავს, იმდენს მიჯე, ხო მე არ ვიცი, ნუ აი 30 რაღაცა ციფრებს მეუნები. დუდში როგორც წავდა იგივენაირად წვავს რა და სამჯერ კარგად დადის. სისწრაფის პონჩი. ბევრჯერ. ცოტა მეტი იმიტომ ჯდება რომ ცოტა მეტი რაღაც ორჯერ მეტი ცილინდრი აქვს. ხო, რაღაცეები უნდა რა. თან მით უმეტეს ახლა ხარისხს ორჯერ მეტი არა ორით. ხო, ხარისხს თუ გაუსმევთ ხას. ხო. თავისთავად ხარისხიც აისახება თანხაზე რა. არის პრემიუმ ხარისხის ნაწილი, არის მაგალითად ორიგინალი რო ვიყიდეთ ხო ჩვენ ახლა ხო. თუნდაც სალნიკებში კი. შემეძლო რომ ეყიდა ხო მუშაობს კვებრენდი ხო კვებრენდი ისიც მუშაობს განა არ მუშაობს ერლინგი მაგალითად ხო არის ამ მომენტზე გქონდა საშუალება და ჯობია მაინც ნამდვილად ჯობია კი უფრო მეტ ხანს მუშაობს უფრო უძლებს და მქონია შემთხვევა რომ აი 50000-ზე დაუწყია ერლინგს ხო განა ვიწუნებ უბრალოდ პრაქტიკიდან გამომდინარე ვიძახი რა ისიც ყოფილა რომ რაღაცა პარტია ყოფილა რაღაცა ცოტა ის რაც არ უნდა იყოს აი რომ ჩასვავ სალნიკს და რაღაცა ვერზის რა კარგად როგორც საჭიროა რა და ამ ორიგინალზე მსგავსი რამე ჯერ არ მქონია მე სხვა შეიძლება 10-დან 10 თქვას თუ აი ორიგინალზე ეს ხო ნუ მე რაც არ მქონია ვერ ან ერლინგი დაიწუნა მაგალითად ხო კი ბატონო აი ძალიან ბევრ მანქანაზეც კი ანალოგიურად გვაქვს დაყენებული ერლინგი და მუშაობს უპრობლემო. განა არ მუშაობს და შედეგს განა ვერ იყო. პერსპექტივა უფრო ამაში დევს. კი ბატონო. შენ ზოგადად აი რა ძრავებს ემსახურები? ეხლა ამ ეტაპზე თითქმის ითქმება რომ ესე BMW რა უფრო ამ ეტაპზე რაღაცა პირობებიდან გამომდინარე და სიტუაციიდან გამომდინარე რა. ხორე. ნუ Mercedes-იც, Volkswagen-იც, Audi-ც უბრალოდ ისე მოიტანა სიტუაცია, აი BMW-ს რო ვაკეთებ, უცბად კიდე BMW-ზე მაქვს რაღაცა მომხმარებელთან საუბარი მიწევს, ისევ შემდეგი მომხმარებელი ისევ BMW-ია, რატომღაც მე რომ მოდის Mercedes-ი ან Volkswagen-ი აღარ იგებ ხო? ვეღარ იგებ. მე ვეუბნები რაღაცა დროს რომ ამდენი ხანი ბოდიში არ მცალია და მე ალბათ ის კი ბატონო. მე იცი კიდე რა მაინტერესებს ანუ მარტო ვთქვათ F სერიას და G სერიას აკეთებ თუ აი ძველს M54-ს აი დუტპიცოდებში 3-დან 0 როდევს ან თუ i-OS-ი ან რა ვიცი აგერ იმ ჯიგარის 24-ის 2i5 euros და ან არა ყველას აკეთებთ ამ ეტაპზე წუნი არ ხარ ესე იგი არა წუნი BMW-ში კონკრეტულად ვაფშე ძრავის სფეროში წუნი არ ვარ მაგრამ ამ ეტაპზე მანქანებსაც ვაკეთებ, ახალ მანქანებსაც ვაკეთებ. ალბათ ცოტა ახლებიც თუ შემოვლენ იმასაც მოვყიდებთ ხელს და რა ვიცი, ვერ არ ვარჩევთ რა მომხმარებელს შენ ძველი 39 ყავდა შენ ახალი F1 ყავს ესე არ განასხვავებდა დისკრიმინაციას არ უკეთებ. თუ დროში აწყობს მომხმარებელს და დაგველოდოს. კი ბატონო. მიხედავ იმასაც. კი, უპრობლემოდ რა. ადამიანი რო აი თან სულ მანქანას ისეხმარობდეს თავისი სურვილი როგორც აქვს რომ აი მაქსიმალურად და მე მაქსიმალურად მოვუაროს. კი, მაგისთვის უნდა მოამზადო ჯერ თორე იმ მაქსიმალურ შენსრულს ვერაზოს ვერ განახორციელებ თუ არ მოუვარე და დარჩები სურვილების ახლა ჩვენ ხო ამისებები ვნახეთ და ბონუსი იდეალურია ამ გარმენზე. თვითონ ცეპის დამჭიმებზეც რო შეხედავ ისეთ მდგომარეობა ქონდა რომ აი გაწევას ეთყობა რომ დამჭიმი უკვე თითქმის ბოლომდეა გაშლილი და აი გაჭიმვის უნარი რო აღარ აქვს. არა, აი როგორც კი დაწყებითშივე დგას რა, აი უკვე რომ მოხსნი იმ დამცავს რომ დამჭიმა უკვე მოვიდა მზადყოფნაში. всё რა, ანუ იდეალურად არის ნამუშევარი რა. არც ეთყობა რაღაცა ისეთ აგრესიულად არ არის. არა, აი რაღაცა ბარხატთან არის ნაკადავი. სიმსოტია რა. გაგიმართლა. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. მოკლედ, ამ ძრავით როცა იყიდით მე-5 სერია F-ს, ამ F0102-ს, X5-ს, F15-ს, X6-ს, F16-ს და მე-6 სერიებს უბრალოდ კარგად გადაამოწმეთ ისტორია. მით უმეტეს თუ ამერიკიდან ყიდულობთ. არსებობს Carfax-ი
იქ წერია ზეთი რა ინტერვალით არის შეცვლილი. თუ არის 8-10000 მილზე, ჩათვალეთ დიდი ალბათობით იგივე სიტუაციაში, კარგ სიტუაციაში დაგხვდება ძრავი. დიდი ალბათობით არ გეუნდებით რომ 100%-ით. ამიტომ ესე უბრალოდ დაარტყა აუქციონზე მოიგო და არაფერი არ შეამოწმო. ეგრე მე BMW-ს დააბრალო ან ამ დროს ეგრე არ შეიძლება. პირველ რიგში უნდა შეამოწმო, მაქსიმალურად შეამოწმო. ვინც თუ ვერ ერკვევა, არის ადამიანი, ვინც მაგაში გაარკვევს, არის კომპანია, ვინც მაგაში გაარკვევს და ეს არის რაღაცა შეუძლებელი. ჯობია მან რაღაცა დრო დაკარგო, მეგობარი შეაწუხო და ის შეწუხდეს, ვიდრე მე უფრო შეწუხდეს იმ შენს დახმარებაში, რომ გეთქვა და იქ ვენახა და არათუ მე ნაწილებზე სირბილი და ასე შემდეგ. მე რომ ჩამოიყვანს, რა თქმა უნდა, თუ კარფაქსიც კაია, ხო კაია და ესეთი სუბუქი სერვისი უფრო დიდხანს, რა თქმა უნდა, ეყოლება. თუ რამე პრეტენზია აქვს და თავისი იმენა ჟილკა აქვს, რომ აი ბოლომდე ჩავიდეს ძრავზე, გახსნის და ერთხელ დაასერვისებს და რა მინიმუმ 100.000 იმუშავებს. უპრობლემოდ რა. გააჩნია რისთვის უნდა. მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. დრაგზე გამოსასვლელად უნდა არა და. ხო, თუ პრეტენზია აქვს მაგას ვიზახი და ამბიცია აქვს, მაგის საშველიც არის. არის, ხო? აჰა, კი ბატონო. არის, თან მარტივად არის მაგის საშველიც რა. მთავარია სული გამოთქვას. კი ბატონო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ზაქროს. ჩემი დახმარებისთვის, გადარჩენისთვის, ესე შუა დღიდან მოყოლებულია ესე გვიან ღამემდე რომ შეერჩა ამ მანქანას და დაასრულა და გააკეთა. მორჩა ჩემი ბოლოები, მორჩა ჩემი ზეთის სუნები და ნერვიულობები. აი ხა იწყება დიდი იმედი მაქვს. 7 წყნარი ცხოვრება ამ ძრავისთვის რა. რაშიც აი 90% ეჭვი ამეპარება და 10% ეხლა ნებისმიერ მანქანაზე შეიძლება ვთქვათ ეგრე Mercedes-ის და თქვენ მოკლედ რა Mercedes-ის და Audi-ის და სხვა ძრავების და ბრენდების სერვისები შეადარეთ რა ჯდება და მე რეილაპარაკეთ და აკრიტიკეთ BMW რა. ძალიან დიდი მადლობა ზაქროს.